Saksratis წინასწარის შეფასებით მაისში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8% იყო. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერომ, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორმა. 2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით, ხოლო 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ექსპორტი გაზრდილია 15.1%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 5.1%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა მაისში 6500-მდე ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება.